ჩვენი მალდივების ვლოგის მეორე ნაწილი. მოკლედ გავიღვიძეთ, ჩავიცვით, მოწესრიგდით და ახლა მივიდგართ რომ ვისაუზმოთ. ხო და წამოყვებით გაჩვენებთ რა შედის ჩვენს საუზმეზე. დავით. ანსობაში გაჩვენებთ, მე გამოვიყურები 100. დავით. დღეს დილით ძალიან კარგი გამინდი და ხვდა გრილა გარეთ. ამ დროს ყოველთვის ცხელა ხოლმე და კარგიანიავია. საღამოს 5-6-ისკენ ძალიან კარგად გრილდება ხოლმე, სასიამოვნო სასეირნოა გარეთ. იმიტომ რომ 5-ზე უკვე მზე იწყებს ჩასვლას აქ და ბნელდება. დილით კიდე ძალიან ცხელა ხოლმე და ახლა ძალიან კარგი ამინდია. ჩვენ ბუდკო გაჩვენოთ რა საყვარელია. ნახეთ ბუდკუნა რა სიცოცხლეა. ასეთი კომბინეზონი აცია თეთრი. აი პეტრონა სიხარული. აი ამის მოხსნა ყოველთვის გვავიწყდება ხოლმე და გვეზარება. და იქ რომ მივიდივართ აეროპორტში სულ უნებიან ხოლმე რომ მოხსენითო. კაცკაც და ბარქს რა უქნეს უთხარი? აი ბოლო მოუღეს ჩვენს ეტლს და ბარქს. ესე იგი ისროდნენ. ელვა შესაკრავი აქვს დაზიანებული ჩვენს ორივე ბარქს და ეს არის გაფუჭებული. აი ეს გაგვიფუჭეს. და ესეც ნახეთ როგორი დახრილია. ძალიან ცუდად მოექცნენ ბარქს, აი ძალიან ცუდად და მივქარე რომ არ მივედით და არ ვუთხარით. არა უშავს, სამაგერად ახლა ჩამოვედით ეს ლამაზო ნახეთ და ყვავიწყდა ყველაფერი. პროსტა პატარა ბუთხუნაა, ცოდო თავისი ეტლი დაუზიანეს. ვერ არის ახლა კომფორტულად ეტლში. ესეც ჩვენი სასაუზმე სივრცე. გაჩვენებთ ახლა რა შედის საუზმეზე. აი ასეთი წყალი შედის ნატურალური ხილით, ზოგჯერ არის ხოლმე ბოსტნეულით, კიტრით და ლიმონით. დილის გამოჯანსაღებელი. ასევე არის რძე და ესეთი დილის საუზმესთვის სტექები რავი. და ჯანსაღი და სუფთა დაწურული წვენები, საზამთრო პორტოხალი და ეს არ ვიცი გუავა. ესეც ჩვენი გიო, რომელიც ეძებს რა მიირთვას. სტანდარტულად ბლინები აიღე გიო ჩვენი. მიდი, 2-2 შენ. აი ასეთი თაფლია, ბიჭა რომელიც იწურება თავისით. ნატურალური. აქ არის პურფუნგუშეულობები. პურები და ეს ძალიან გემრიელი პურია, მე და გიომ გავსინჯეთ. აქ რავი ასეთი სხვადასხვა საჭველების ოსები რაღაცეები კვერცხს წოვენ და რაიმე კერძი აქვთ ხოლმე თავიანთი, რასაც თავაზობენ ყოველდღე. ბრინჯი. ეს არ ვიცი რა არის. ასევე არ ვიცი რა არის. სპაგეტი ვიცანი. ეს არ ვიცით რა არის. ეს ხომ საერთოდ არ ვიცი რა არის. და ესეც არ ვიცით რა არის. გამოვედით. რაღაც ბურთულები. იაწერია ყველაფერს რა არის, მაგრამ მეზარება ახლა წაგიქვა. აი მათ კერძებია ძირითადად ახლა ესენი. და ხილი აქ დაკრეფილი ყველაფერი და მოყვანილი. პაპაია არის დღესაც, რომელიც არ მოგვეწონა მე და გიოს, მანგო, ბანანი, რომ იყო უკეთესი. თვითონ თავიანთი დამზადებული იოგურტები, ჯემებით, და შეგიძლიათ ნებისმიერი მოისხა. სანამ რამეს ავიღებთ საჭმელს, აი ეს ნატურალური წყალი დავლიოთ. ნატურალური წყალი. ძალიან მიყვარს, როდესაც ხილი აქვს წყალს ან ბოსტნეული
კიკი მაგარითაც, ლიმონი და ასე შემდეგ გემრიელია. მოკლედ, ეს არის ჩვენი საუზმე, ესენი ავიღეთ. დიდად რომ გითხრათ საუზმით კმაყოფილები ვართ, ხო მოგატყუებთ, აი რავი. არ არის დიდი არჩევანი, მიუხედავად იმისა, რომ შვედური კვებაა, არჩევანი ძალიან მცირეა. ერთი კარგი ის არის, რომ ხილი არის, მართლა აქ თვითონ კუნძულზე რაც არის მოყვანილი რა. დროით რო ჯანსაღია და ნატურალური. კვებით დიდად ვერ. შენ ასე თქვი გიო. რავი, ხილი ძალიან კაია, კვება ძალიან საიზღრობაა. ხო, აი რაღაცეთ საკვებია, რაც არ მოგწონს რა და აი ზირთად ეს რაღაცებს ვჭამთ ჩვენ აქ. ანუ ხინკალი არ არის, მწვადი არ არის, ხაბაბი არ არის, ჩაქაფული, ჩახოხბილი, ხაჭაპური, ლობიანი არ არის, ვაფშე არ არის ეგეთი რაღაცები რა. აი დაგიწურავენ ფოტოქროს ნატურალურ სულთას. ანუ დალიო ის. Hello my friends. ეს ჩვენ ბებია ჩემი იყო. ან გადმოვიდა და მოკლედ მაგის მერე გაიშალა რა და ხალებს რატო ესალმები ეს მითხარი? კაცები არ არსებობენ? მოკლედ, მივიღეთ ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება. უნდა ვიცურავო ზვიგენებთან. უნდა დავძლიო ჩემი შიში და თან მინდა რომ ამ სანახაობით დავტკბე და შევირგო სანამ მალდივებზე ვარ. ახლა წავედით, ვიყიდოთ ტელეფონის кейსი წლისთვის და გავეშუროთ ზვიგენებისკენ. მომყვებიან ჩემი ბუთქუნებით, გიო არის ცუდ ხასიათზე, იმიტომ რომ არ უნდა რომ გავრისკო. ნახეთ რა ხასიათზეა. მისაყვედურა რისთვის რისკავ, ფრენის გეშინიაო და მანდ არ გიშინიაო? ხო და უთხარით რომ ფრენა სულ სხვა რამაა და ოკეანეში ზვიგენებთან დაცურავა სულ სხვა რამ არის. ქალი მაინც აიქიოთ დამხვა. ბედნიერება და ღვთისწყალობადე. ოხ, რა გაბრაზებულია გიოლოზა. მივდივართ აი ამ პატარა მანქანით. ავით გადავადგილდებით ამ კუნძულზე. ახლა მივდივართ მარინაში. იქ უნდა ვიყიდოთ кейსი, მაღაზიები ყოფილა იქ. ნახეთ როგორი მანქანაა, ისაყვარელი. გაბრაზებული და უხასიათოდ მყოფი გიო. ნახეთ გიოს რა სახეა და პაწაწუნას მოუტანეს ძალიან პატარა კამერა მაინც ყოველ შემთხვევისთვის უსაფრთხოა რა თქმა უნდა ნავზაყოფთან მაგრამ რა ვიცი რა ხდება ღმერთმა დაგუფაროს მაინც მოუტანეს ამჯერ რა მომას ვაკეთებ მივდივარ აი ესეთი ნავი არის რითიც მივდივართ პაწაწუნაც და პატარა გიოც თემეორვე პატაწუნა იქნებიან აქედან და მიყურებენ ცოტა მაშინია მაგრამ მშვიდად ვარ იმიტომ რომ ეს ზვიგენები არ იკვინებიან არ მჯერა რომ ამ სიგიჟეს ვაკეთებ არ მჯერა სიგიჟე იყო და ძალიან მაგარი შეგრძნება ყმაყოფილი ვარ და როდესაც ჩამოვალ კიდევ მალდივებზე აუცილებლად გიოსთან ერთად ვისურავებ უყვარ ზვიგენებთან ერთად გიო რა მაგარი იყო აი და კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით მოვიდოდი
შეგვიჭირდათ ძალიან ახლოს მივიდა ზვიგენი და იწირა რა ცოდო შეში და დაუბრუნდით უკვე სასტუმროში და აი ძალიან ლამაზი შთაბეჭდილებებით მოვდივარ. აუცილებლად, როდესაც შემიქმარი კიდევ ერთხელ ჩამომიყვანს მალდივებზე, კიდევ ერთხელ აუცილებლად ვიცურავებ ზვიგენებთან ერთად და არა მარტო ზვიგენებთან. კიდევ ძალიან ბევრი აქტივობა, კურსთან ერთად ცურაობა, უფრო კარგად დაივინგი და სხვადასხვა აქტივობები. აუცილებლად ყველას დავესწრებ. ძალიან კმაყოფილი ვარ და ძალიან ბედნიერი. და ლარი დარჩენილი ლარით მივიდივარ თბილისში. რა საჭირო იყო ახლა დაყვედრება ეს ძალიან მაინტერესებს რა. ლარი ჩავალ თბილისში მშვენივრად. ერთი პური ვიყიდოთ ლარითა და დავიდეთ მთელი წელი. ესე წავალთ ახლა სასტუმროში, გამოვიცვლით პატარა საჭმელს და მე გამოვაქვს ხელს შევჭამთ. დავისვენეთ და გამოვედით ახლა. მშვენიერი ამინდია, სიგრილეა, გავისეირნებთ ცოტას, ვიდეოებსაც გადავიღებთ TikTok-ისთვის და შემდეგ უკვე წავალთ და რაიმეს გემრიელს შევჭამთ. გეყავს ცოტა მოწყენილი და უხასიათოდ. ეს ბიტუნა. მოკლედ, გიჟური დღე მქონდა დღეს ძალიან. აი ასეთ ლამაზ იაპონურ რესტორანს მოვაკითხეთ. მოკლედ გამოვედით, იმიტომ რომ აქ გქონდათ მხოლოდ მაკები და ჩვენ გვინდოდა სუში. ფილადელფია გვინდოდა, გველთევზა და ეგეთი არ იყო, ასე რომ ახლა უბრალოდ ჩვენ გავისეირნებთ და დავათვალიერებთ რაიმე იაპონური რესტორანი თუ შეგვხვდება თუ არა და ბოლოს ისევ პიცას შევჭამთ ალბათ ან ბურგერს ან ბოლოს ისევ ტომიამი შეგვრჩება მთელი 3 დღე მან ვჭამდით დავთვალიერებთ აბა ახლა და ნახოთ აბა ერთი დავაგემოვნოთ მარწყვის ფანტა. როგორია? გამრიელია? მე თქვილია, მაგრამ შენ მოგეწონება. მართლა? აბა გამოსინჯე. ეს დამჭირე? ის. აბა გავსინჯოთ. გადაგიო გოგინი. ნორმალურია. გაზი არ აქვს. ხო, გაზი არ აქვს. რა არის ეგ? არასტანდარტული ფანტაა. აი, ასეთი შენობები მომწონს ძალიან სხვათა შორის. ძალიან ლამაზებია. ან რესტორნები არის ასეთი ლამაზ შენობებში. მოვაგენით რაღაც რესტორანს, ჯიაობუ, ასე ქვია. გიოს უნდა ძალიან სუში და ძირითადად იაპონურ რესტორნებს ვეძებთ. და აბა შევიდეთ ახლა და ვნახოთ როგორია. აი, გარედან ესეა. ცუდი რა ჩანს სხვათა შორის. სოყორი. აი, წინ შველო. ყოფი. ეს გამოიქცეს ბავშვი. Mama. Vovó. Ura, sigrilea.
მოვიდა ქალბატონი ჩინურ რესტორანში და ფიქრობს რა შეუკვეთოს. ჩაო ჩინური კერძები რაღაც არ მოგწონს. რაღაც აი მოყინელი მინდა და იმ ხელყუციები ჩვენს ფოტოში და აი ხინკალი. დავიჯერო ჩინური ეგრე ცოტა ჭამენ. აი ხელყუციებია. აი ავიღებ მე ამას მაშინ. აი დატრიას ავიღებ. ლამაზი ხარ ბიჭო. მიჭერს ლამას არ ეუნებიან. დაყარია რა. დინჯა. მაგვიტანეს ჩემი სუპი, ჩემი კოქტეილი, ქათმის ფრთები, კრევეტები და გიოს ყველაზე ცხარე ნუდლსი. გიო მზად ხარ? ესე დაფრინავს გავაგდეთ. აბა გასინჯე ძალიან მაინტერესებს როგორია. Thank you very much. გასინჯე გთხოვ. მოისხენოს. მე გასინჯე. მაინტერესებს აბა რო გითხრას მე არ დაგვაბრალოვო, რამდენად ცხარეა. დავიტანჯეთ კაი. როგორია? Вообще რა ცხარე? Вообще შალოთ. ვაუ. ჩემი ყო არ არის გაწყარეს. ორჯერად. ახლა უნდა დაუძახოს ნახე რა სახი არის. უნდა უთხრას არ არის ცხარეო. აჰა, მიცოდი. No spicy. Yeah. This. I will tell chef to do one more time something. Okay. Okay? იანა. ამათ მე ვიმგონი ვარ. ხამე დავაგემოვნებ ჩემს საჭმელი ჭმიანს. რომ ხომეთ წეკავ ხომე ლალიკოს გადამკიდებ. ოჩა მაგარია. ახლა გავსინჯო ჩემი ნუდლსის სუპი. ძალიან კაია. გემრიელია. თქვენ რომ გაიღვიძე და გიო აძინებს აი ასე იძინებს. და 128-ემ გამოიღო შედეგი. სამჯერ გაგვითვეს ეს ყველაფერი უკვე. ბრავო ლალიკო, შენ შეძელი რა. აბა გასინჯე როგორია? გაცხარეს? ძალიან ცხარეა? ეგეთი ცხარეა? ხის ხარ. ხის ხარ, მიხარია. ახლა გავსინჯო პინა კოლადას. ხოფოსია? სანდებრერია. სუპს არ ვხვდება, მაგრამ ძალიან მინდოდა გავსინჯო და ძალიან გემრიელია. ჯერ სუპს შევჭამდა, მე გავსინჯო და კუშინ ღამე ჩაგვეძინა, ვერაფერი გადავიღეთ, დღესაც დილით გვაგვიანდებოდა საუზმეზე. წამოვედით პირდაპირ. დღეს არის მალდივებზე ბოლო დღე, ჩვენი აქ ყოფნის. და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ღამე გვაქვს ფრენა. ახლა გავდივართ სანაპიროზე და გიოს უყურეთ რას გავს. რანაირად მოდის. გეგონება ნაბანავები იყოს. გიო დამინახე ეს კარგად რა. აი მე კაგაზევებენ მალდივებიდან რა არის ეგ რანაირად.
სუმო. ნახეთ რა ლამაზად გასყავყავარ გიოს. როგორ უხდება გიოს ბურჯი პირსახოცი ამ ადგილს? აუ ხალხნო, მალდივებშივისთვისაც ჩამოვედი, ეს იყო რომ მინდოდა ძალიან მენახა როგორ ანათებს ოკეანე ღამე. ხო და ნოემბერშიაო ეგ და ჩვენთანაც ხდებაო აი ამ სანაპიროზეო და ძალიან გული დამწყდა. ეს რა არის? არ არის ეგ ფოკუსი. ამას უყურეთ რა საყვარელია. ჭრდილში ქოლგის ქვეშ ზის და ხედით ნებივრობს. კბება. რა საყვარელია. სპეციალობადე. გახდა 6 საათი და გამოვედით, ჩვენი ჩეკაუთი უკვე იყო და დაახლოებით საათნახევარში მოგვაკითხავს უკვე ტრანსფერი ჩვენი კატერი და გადაგვიყვანს მალეში. რაღაცა ამინდი შეიცვალა აქ ქარია, მგონი წვიმაც იქნება მოიღრუბლა და ცოტა არ იყოს და ფრენის მეშინია. იმედია ყველაფერი კარგად იქნება. მე ავიღე პიცა, ძალიან მშია. გიო არ ჭამს, პროტესტად ხადებს. ხასიათოდ არის. მშვიდობებით ჩვენს ულამაზეს სასტუმროს მოკლედ და მივდივართ მალეში. არ მინდა ქაურობის დატოვება, ძალიან ლამაზი იყო ქაურობა. აჰა, ვუწდეთ ახლა ერთ ოჯახს და წავალთ. მოვედით მალეში, აეროპორტში. ახლა გადმოზიდავენ ჩვენს ნივთებს, ბარგს. და წავალთ გავივლით მოკლედ რეგისტრაციას. ძალიან არ მინდა ახლა წასვლა. სულ და მოვუდი ამ წყალში სიარული. ხო, გიოს წყლის ხო ეშინია ძალიან. და მე არ ვიცი რა დამემართა, მალეში ჩამოსვლისას დამეწყო ფრენის შიში ხალხნო. ცხოვრებაში რომ არ მქონია ფრენის შიში და ახლა ძალიან მეშინია და რატო არ ვიცი. იმიტომ რომ ქარია აქ ძალიან. აბა წავედი. ხალხნო, ნახეთ, 18 ფთა შევუკვეთეთ და რამხელა ზომის 5-ით მოვიდა ფრთები. ანუ მართალი იყო ეს გოგო, მეუბნება მარტკიცებს 24 წელს ვერ შეჭამთო. ორი კაცია მეთქი, მეუბნები რომ 24 კი არა 30 გვაქვს ნაჭამი, რას მეუბნებით მეთქი და კიდევ კარგი რომ მართლა არა ვიღე და დავუჯერე. ამის ანაბული მოვიდა, წამე. ძალიან მალე დავიждებით უკვე რა. დაქანცულები, დაღლილები, წაშლილები, ძალიან დავიღალეთ. ხოდე. მოდღეთ დაგვეღალაცა. ჩამოვედით, უკვე თბილისში ვართ. ბევრი კადრი არ გადაგვიღია, იმიტომ რომ დუბაი ისევ იგივე იყო რაც პირველ ნაწილში. ასე რომ
და ჩვენი ბარგი მიდის, ახლა გავიქცევი მე და სასაცილო რა არის, იცით ხალხო? გიომ დუბაიდან KFC ჩამოიტანა. არ მჯერა. და ეს KFC უნდა ჭამოს, ეს ქათმის ფრთები. აი ამ ხილათმებია ხოლმე და ხო, საქართველოს KFC საზღვრაა და ისეთი გემრიელი იყო და ისეთი სუფთა დუბაიში. რავი, გავგიჟდით. პრაღაში მომეწონა და აქ ყველაზე მეტად. ჰა? ალიას კეთილი მავიღოთ. ეტლი იქ იქნება სადღაც. ნახ. სად დავიჭირე ტელი. აი მე ეს ნახეთ რა საკეთებს. გამოდი ბიჭო მაქედან. გამოყავი თავი, გიო. გიო. გამოყავი თავი ბიჭო. ვაიმე. შემიძლია. ეტლს ვერ პოულობს და უთხასიათია. ჩვენს პატარა ბუთქუნას მგონი დუბაიში დაუტოვეს ეტლი, იმიტომ რომ გვითხრეს დუბაიში იქნებაო. დუბაიში კიდე გვითხრეს რომ თბილისში გაიგზავნაო და მგონი დაცა ჩვენი ბუთქუნა ეტლის გარეშე. მოდკო. აი მეს ლოყები დედა. ეს ბუთქუნა ლოყები. მიყვარს. მოკლედ ჩამოვედით და დაგვწნენ დედა ჩემი დაიკო, ჩემი პატარა ძამიკო და მამა ჩემი. ხოდა ბავშვი აქვს ახლა ტაციაობა არიციან, რომელმა ამით მალდივების ვიდეოები დასრულებულია და შევხვდებით ძალიან მალე ისევ YouTube-ზე. მიყვარხართ.